ახლა ჩუღურეთიდან უნდა ჩავთოთ გიორგი აბაზაძე პირდაპირ ეთერში ის გვეტყვის რა ვითარებაა ადგილზე. ჩვენ დილიდან რამდენიმე საარჩევნო უბანზე ვიმყოფებოდით და შეიძლება ითქვას, რომ სურათი ყველგან არის იდენტური გულისხმობ აქტივობას ამ წუთებში ვიმყოფებით ჩუღურეთის მესამე, მეოთხე და მეხუთე საარჩევნო უბნებთან. ის რაც არის მოქალაქეთა ვალდებულება, მოვიდნენ და მისცენ ხმა, აქ მოსული ამომრჩევლები მოუწოდებენ თანამოქალაქეებს გააკეთონ საკუთარი არჩევანი. ჩუღურეთის ოლქში მესამე საარჩევნო უბანზე მისცა ხმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკის განცხადებით, დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი განსაზღვრელი იმისა, თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილების წინაშე დგას დღეს მთელი საქართველო. საით წავა ჩვენი ქვეყანა, როგორი იქნება მისი ხვალინდელი დღე. რამდენად შევძლებთ შევინარჩუნოთ აი ამ ტურბულენტურ გარემოში და არეულ მსოფლიოში, ომების შუაგულში, რამდენად შევძლებთ შევინარჩუნოთ სტაბილურობა და რასაკვირველი არჩევანიც სწორედ აქედან გამომდინარე გავაკეთე მეც რასაკვირველია და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ხალხი სწორედ ამით ხელმძღვანელობს. და ამისა ტენდენციებია ძალიან პოზიტიური, რასაც საერთაშორისო ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია ადასტურებს. აქედან გამომდინარე ამ ჩვენ პატარა ქვეყანას გადარჩენა ჭირდება, სამშვიდობოზე გაყვანა ჭირდება და გადაწყვეტილებაც აქედან უნდა იქნეს მიღებული. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა ადამიანის თითოეულ ადამიანის მოსვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. მიხარია, რომ ჩემი ქვეყნის წინსვლაში და ბედნიერებაში ვიღებ მონაწილეობას. აუცილებელი არის ყველა მოქალაქე მოვიდეს არჩევნებზე და აფიქსიროს თავისი აზრი. მე ვიყავი ჩემს საარჩევნო უბანზე, მივეცი ხმა, მშვიდობას, განვითარებას და ქვეყნის წინსვლას. ჩუღურეთის ოლქში ჩვენ ამ წუთებში ვიმყოფებით მესამე, მეოთხე და მეხუთე საარჩევნო უბნებთან, როგორც ამბობენ საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარები, მოქალაქეთა აქტივობა არის მაღალი. აქ მოსულ არჩევნებზე მოსულ ამომრჩეველს ხვდება ერთი ბიულეტინი, რომელიც არის სამსვეტიანი და ამომრჩეველმა უნდა გააფერადოს მისთვის სასურველი სუბიექტი თუ პოლიტიკური პარტია. მოსული ამომრჩეველი მოუწოდებს თავის თანამოქალაქეებს გააკეთონ არჩევანი, მივიდნენ არჩევნებზე და მოიხადონ მოქალაქეობრივი ვალი. მადლობა გიორგი აბაზაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.